პირდაპირ კეთვით ორსულობის პერიოდში უსაფრთხო ალკოჰოლის დოზა არ არსებობს. ქალბატონებისთვის დაშვებულია დღეში 1 დრინკი და მამაკაცებისთვის 2. ანუ ეს არის ზომიერი მოხმარება, რომელიც ზიანს არ იწვევს. ალკოჰოლი გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და ნაყოფს ჯერ კიდევ კარგად არ აქვს ჩამოყალიბებული ალკოჰოლის დაშლის მისი მეტაბოლიზმის სისტემა. ნაყოფს უვითარდება ალკოჰოლის სპექტრის აშლილობები. ჩვენი ბებიები, ბაბუები იღებდნენ ნატურალურ ღვინოს და მას ჰქონდა ესეთი კარდიოპროტექტული, ცერებროპროტექტული თვისებები. რა არის ის ნიშნები, ვთქვათ, რასაც მშობელმა პირველ რიგში უნდა მიაქციოს ყურადღება? გადამეტებულმა შეფასებამ და არასწორმა დასკვნებამ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. მაგალითად, ჰიპერმეურვეობა, რომელსაც birth friend დედასაც უწოდებენ. თუ შვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ არსებული ჭიბლარე დედასთან მაინც მიბმულია, ეს ადამიანი ვერ განვითარდება. ტოტალური კონტროლი, დასჯა, ჩხუბი, ულტიმატუმები და ასე შემდეგ აბსოლუტურად არ მუშაობს, პირიქით უფრო მეტად მაპროვოცირებელია. მთელი ორსულობის პერიოდში მოიხმარდა ოპიოიდებს, ამ შემთხვევაში მისი უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება. იბადება ბავშვი, რომელსაც აქვს აღკვეთის მდგომარეობა. ანუ ეგრეთ წოდებული ლონგა. ბავშვი იბადება ლონგით. შე შემთხვევაში სოციალურ მედიაში ხდება ნივთიერებების რომანტიზაცია, რაც შემდგომ მაპროვოცირებელი ხდება მოზარდისთვის და ზოგადად სხვა ადამიანებისთვისაც. ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური და აუცილებლად უნდა დაუჭიროთ მხარი და განვავითაროთ მისი ინდივიდუალურობა. არც ჰიპერმეურვეობა და მახრჩობელა მშობლობა შეიძლება და არც იგნორირება. სულიერების დეფიციტიც ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია დამოკიდებულების. აქედან გამომდინარე, სარწმუნოებაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. მსუბუქ ნარკოტიკზეც რო ვთქვით, ეს ტერმინი რამდენად თვითონ საზიანოა? ყველა ფსიქოაქტიური ნივთიერება არის საზიანო, მათ შორის კლუბური ნარკოტიკები. განსხვავება უბრალოდ არის იმაში, რა მხრივ აქვს უფრო მეტი დატვირთვა. არასწორი პოზიცია ამ ადამიანების გაშა, გაკიცხვა, სოციალური იარაღის მიკერება, იზოლირება და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს აუცილებლად დახმარება მხარდაჭერა ჭირდებათ ჩვენი ყველას. მოგესალმებით, ეს არის Restart პოდკასტი, მე მისი წამყვანი ვარ, ნინი გიორგაძე. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა, როგორიც არის დამოკიდებულებები ორსულობისას, მოზარდობისას და რაც მთავარია პრევენცია, რომელიც ცოტა ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე ამ თემაზე საუბრისას და რადგან ჩვენი აუდიტორია არის ძირითადად მშობლები, ორსულები, მათი ოჯახის წევრები და ზოგადად ადამიანები, ვისაც უნდა გადამოწმებული თანამედროვე სანდო ინფორმაციის მიღება ამ მიმართულებით. თავაზობთ ასეთ თემას, რომელიც იქნება მათთვის, პრევენციისთვის, რაღაცა გარკვეული ალარმების აღმოჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ძალიან კომპეტენტური სტუმარი ყავს, ვისაც უდიდეს მადლობას ვუხდის სტუმრობისთვის, ეს არის ექიმი ნარკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თათა ასათიანი. მოგესალმებით, უდიდეს მადლობას გიხდით, რომ მოხვედით ჩვენთან, დრო გამონახეთ და პირველი კითხვით გადმოვალ. რა გავლენას ახდენს თამბაქო, ალკოჰოლი და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები ნაყოფის განვითარებაზე, იმიტომ რომ როგორც წესი ორსულობით ვიწყებთ ხოლმე ჩვენ პოდკასტში კონკრეტულ თემაზე საუბარს და მინდა რომ ეს თემა გავშალოთ ორსულებისთვის რა საფრთხეს წარმოადგენს და საერთოდ მეორე მხრიდანაც რომ შევხედოთ არის თუ არა ეს განაჩენი და რა ხდება ამ დროს. მოგესალმებით, მეც ძალიან დიდ მადლობას გიხდით და ყველგან აღნიშნავ და დღესაც მინდა ვთქვა ძალიან მომწონს პოდკასტის ფორმატი. იმიტომ რომ საკმარისი დროა და ინფორმაციის ბოლომდე მიწოდების საშუალება არის. და თემა ძალიან საინტერესოა, სხვათა შორის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, დამოკიდებულება და ორსულობა. ეხლა რაც შეეხება უსაფრთხოა თუ არა ალკოჰოლი, თამბაქო და სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები ორსულობის დროს. ალკოჰოლით დავიწყებ და შემდეგ გადავალ სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე. არ არსებობს პირდაპირ კეთვით ორსულობის პერიოდში უსაფრთხო ალკოჰოლის დოზა არ არსებობს. საერთოდ ზოგადად არსებობს ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების ნორმები, გაიდლაინია ეს მსოფლიო გაიდლაინი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებისთვის განსაზღვრავს ალკოჰოლის ზომიერ მოხმარებას. როგორც წესი დრინკებით სტანდარტული სასმელით იზომება.
და ეს არის რაოდენობა, რომელიც ერთი დრინკი შეიცავს 8-დან 14 გრამ ეთილის სპირტს. და ქალბატონებისთვის ზოგადად ხა არის განსხვავებები სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, მაგრამ ზოგადად უფრო მეტად ქალბატონებისთვის დაშვებულია დღეში ერთი დრინკი და მამაკაცებისთვის ორი. ანუ ეს არის ზომიერი მოხმარება, რომელიც ზიანს არ იწვევს, თუმცა აბსოლუტურად საპირისპიროა ორსულობის შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, არანაირი დოზა ორსულობის არც ერთ ეტაპზე ვერ ჩაითვლება და არ არის უსაფრთხო. იმიტომ რომ ალკოჰოლი გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და ნაყოფს ჯერ კიდევ კარგად არ აქვს ჩამოყალიბებული ალკოჰოლის დაშლის მისი მეტაბოლიზმის სისტემა, რომელიც აუცილებელია ალკოჰოლის გასაუნებელყოფად. აქედან გამომდინარე, ალკოჰოლი იწვევს ნაყოფის დაზიანებას და ვითარდება უამრავი დარღვევა, მათ შორის განვითარების შეფერხება, წონის დეფიციტი, ნაადრევი აბორტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგადად ახლა თქვენთვის თუ საინტერესო, უფრო მეტი შემიძლია ამ თემაზე გითხრათ. ალკოჰოლის ზემოქმედებით ნაყოფს უვითარდება ალკოჰოლის სპექტრის აშლილობები, ასეთი ტერმინი არსებობს. ეს არის ქოლგისებური ტერმინი, რომელიც სხვადასხვა მდგომარეობებს აერთიანებს და ყველა ეს მათგანი გამოწვეულია ალკოჰოლის ნაყოფზე ზემოქმედებით. აი უამრავი სიმპტომატიკა და მდგომარეობას მოიცავს ეს ტერმინი, დაწყებული მსუბუქი კოგნიტური დისფუნქციით, ანუ მეხსიერების დეფიციტი, ყურადღების გაფანტულობა, ემოციების და ქცევის რეგულაციის პრობლემიდან დაწყებული განვითარების მანკებამდე და უნარ შეზღუდულობამდეც კი. ანუ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად ადამიანს აქვს გარეგნული ცვლილებებიც, აი სახის დამახასიათებელი ნაქვთები, სხვადასხვა განვითარების მანკები და ზოგადად დისფუნქცია. ანუ შეიძლება სულ არ დაუკავშირონ ხოლმე, ხო? ალბათ ალკოჰოლის მიღებას თავის დროზე შეიძლება დედის მხრიდან, იმიტომ რომ მე გამიგია ბევრ ორსულს უთქვამს ჩემთვის, რომ იცი რა მე ჰემოგლობინისთვის ერთი ჭიქა ღვინო ექიმმა მირჩია და დამრთონება რაც არის, აი სრულიად არ ვიცი. უცოდინრობა შეიძლება საზოგადოებაშია გავრცელებული, მაგრამ ექიმს ალბათ ვფიქრობ, რომ მეტი მოეთხოვება ამ მიმართულებით. უამრავი მითია ზოგადად დამოკიდებულების სფეროში მე სუვიძახი, მათ შორის არის ის, რომ ჩვენი ბებიები, ბაბუები იღებდნენ ნატურალურ ღვინოს და მას ჰქონდა ესეთი კარდიოპროტექტორი, ცერებროპროტექტორი თვისებები. ანუ გულსირწმეთა სისტემისთვის და თავის ტვინისთვის, ცენტრალური ნერვული სისტემისთვის გარკვეული სარგებელი მოქონდა ანტიოქსიდაციური და სხვა ფუნქციების გამო. თუმცა ახლა შეიცვალა სასმელი, შეიცვალა მიდგომები და მაშინაც კი თუ ადამიანს აქვს არათუ ორსულობა, სხვა რაიმე ჯანმრთელობის პრობლემები, უსაფრთხო ალკოჰოლის დოზა ამ შემთხვევაში არ არსებობს. კი ბატონო, და მაინტერესებს აქვე თამბაქოს მოხმარებაზე რომ გადავიდეთ ორსულობისას, იმიტომ რომ გამიგია მწეველებისგან, რომ იცი რა, ვაიმე, უჯამრთელესი შვილი ყავს, მოიხმარდა 9 თვე. თამბაქოს და არ შეუწყვეტი, რა ვქნა, არ შემიძლია, მერე უფრო ნერვებზე ვარ და ასე შემდეგ ესეთი ფრაზები. და ნუ აი, რა ვიცი, რა ეტყობა ეხლა ჩემ შულს. ანუ აუცილებელია ეტყობოდეს რეალურად თუ მაინც გვაქვს ზიანი. ეხლა თამბაქოსთან დაკავშირებით რაც ხდება, ნიკოტინი და თამბაქოს ტრადიციული სიგარეტის მოწევის შედეგად წარმოქმნილი წვრის პროდუქტების უმრავლესობა ასევე გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და აზიანებს ნაყოფს. საერთოდ სიგარეტის მოწევის შემთხვევაში კვალმში არის 7000-ზე მეტი სხვადასხვა ნივთიერება. აი წარმოიდგინეთ რა რაოდენობა და რა სპექტრია ტოქსიკური ნივთიერებების. აქედან 100-ზე მეტი არის მავნე ან პოტენციურად მავნე და 80 არის კანცეროგენი. ანუ კიბოს გამომწვევი და წარმოიდგინეთ ამ ნივთიერებების ნაწილი გადალახავს მოკლედ ეს რა ორსულმა გაათვისნობრიოს დამიჯერეთ რომ ძალიან სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას და შეწყვეტს მოწევას და ეს ნივთიერებები გადადის ნაყოფში და აზიანებს მას. ასევე იწვევს ზრდის შეფერხებას და შეიძლება თვითნებითი აბორტი გამოიწვიოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება, არაფერი არ ეტყობა გადასარევი შვილი, იგივე დამოკიდებულ
ადამიანებთან დაკავშირებით საზოგადოებასაც ესეთი და ეს აქვს აზრი ჩამოყალიბებული, რომ აუცილებლად ესე უბრალოდ გადასარევი შვილები ყავს დამოკიდებულებს და ასე შემდეგ. არ არის საუბარი მხოლოდ ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე, თამბაქოზე, სხვა ნარკოტიკებთან დაკავშირებით. არ არის აუცილებელი ეს გამოიხატოს გარეგნობაში, განვითარების მანკებში, რაღაცა მართლა ძიმე უნარ შეზღუდულობაში. ხშირ შემთხვევაში შვილებს, რომელთა მშობლები იყვნენ ამა თუ იმ ნივთიერებაზე დამოკიდებული, აქვს ფსიქიკის და ემოციების უამრავი დარღვევა. მათ შორის შეიძლება იყოს სტრესთან გამკლავების პრობლემები, ემოციების და ქცევის რეგულაციის პრობლემები, მიდრეკილება დეპრესიისკენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იგივე კოგნიტური დარღვევები, რაც მე უამრავ პრობლემას უქმნის ადამიანის ცხოვრებაში. და რამდენად მნიშვნელოვანია მამის ცხოვრების წესი? ამ შემთხვევაში. აი პასიური მწეველი თუ დედა, ან მამა მოიხმარს და გავლენა აქვს თუ არა ნაყოფის ჯანმრთელობაზე. პასიური მწვერვალობაც ასევე მოქმედებს ორსულობაზე და ორსულ ადამიანზე და ნაყოფზე, იმიტომ რომ აქ არის თამბაქოს, სიგარეტის მოწევის შედეგად წარმოქმნილი კვამლის და ასევე მეორადი კვამლის, ანუ ამოსუნთქული კვამლის ჩასუნთქვას ახდენს ორსული ადამიანი და ამ შემთხვევაშიც ვითარდება დარღვევა. ამიტომ მოწოდებულია ყველა რეკომენდაციით და ესეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, რომ მაქსიმალურად ორსული უნდა მოერიდოს ისეთ გარემოს, სადაც ეწევიან თამბაქოს და სადაც შეიძლება გახდეს პასიური მწვერვალობის მსხვერპლი და ასე შემდეგ ამას მოყვა შემდეგ გარკვეული გართულებები. და რა გავლენას ახდენს ოჯახური გარემო, აი ბავშვი სადაც იზრდება, მის მომავალ არჩევანზე, რა შეიძლება, როგორ ყალიბდება დამოკიდებულებების მიმართ რისკი. აქვს უფრო მაღალი რისკი იმ ბავშვს, რომლის ოჯახის წევრებიც თუნდაც მის გაცნობიერებულ ასაკამდე ან პატარა იყო ძალიან და მოიხმარდნენ თამბაქოს, ალკოჰოლს, ნარკოტიკს, თუ აქვს გავლენა მის შემდგომ არჩევანზე, გადაწყვეტილებაზე და დამოკიდებულებებთან ტოლვის გამკლავებაზე. უდიდესი გავლენა აქვს, ზოგადად დამოკიდებულება არის მრავალფაქტორული დაავადება, ანუ ერთი მიზეზი არ აქვს. ეს მიზეზები გარკვეულ ნაწილებად შეიძლება დავუყოთ. ეს არის გენეტიკური ფაქტორები, ანუ გენეტიკური განწყობა და არის კვლევები, რომელიც მიუთითებს, რომ 40-დან 60%-მდე გენეტიკური განწყობა განაპირობებს საფწუხაროდ შემდეგ მოზარდობის ასაკიდან და ამ შემდეგ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. თუმცა გენეტიკური განწყობა უპირობოდ არ ნიშნავს ამ დაავადების განვითარებას და უნდა მოხდეს გენეტიკის კომბინაცია სხვა ფაქტორებთან. ეს არის გარემო ფაქტორები, იგივე ფსიქიკის პრობლემებთან, სოციალურ პრობლემებთან და ძალიან დიდი როლი აქვს ოჯახს, აი უდიდესი როლი აქვს და განსაკუთრებით პატარა ასაკში მშობლების ქცევით ყალიბდება ბავშვისთვის მისთვის მისაღები მოდელი, რომელსაც შემდეგ მთელი ცხოვრება მიყვება. აქედან მარტივად რო გითხრათ, მისთვის ნორმა ხდება, როდესაც თქვათ დედა მოიხმარს ალკოჰოლს ან მამა მოიხმარს სხვადასხვა ნივთიერებებს და პატარა ასაკის ბავშვი ამას ხედავს, მისთვის ეს ხდება ნორმა და შემდეგ მოზარდობის ასაკიდან ხშირად იწყებს ექსპერიმენტატორობას, მოხმარებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რატომ არის მოზარდობის ასაკი? აი ვახსენეთ, ხო? მოზარდობაში განსაკუთრებული ინტერესი. რატომ არის ამ მოზარდობის დროს განსაკუთრებით მოწყვლადი ფსიქიკა? რა ხდება? არამატო ფსიქიკა, ზოგადად მოზარდობის პერიოდი მიიჩნევა ადამიანის განვითარების კრიტიკულ პერიოდად. ეს არის ძალიან რთული პერიოდი, სადაც ხდება ძვრები როგორც ჰორმონალურ, ასევე ფსიქოლოგიურ, სოციალური მხრიდან და ეს არის სტრესი მოზარდისთვის. თუ უფრო მეტად ამაზე ბევრს საუბრობენ ძალიან, თუ უფრო მეტად გინდათ ღრმად ჩავიდეთ ნეიროფიზიოლოგიურ მექანიზმებში, განვიხილოთ. ანუ რა ხდება? მოზარდობის პერიოდში ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემა თავის ტვინით ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. არსებობს პრეფრონტალური ქერქი, ესეთი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია თვით კონტროლზე, გადაწყვეტილების მიღებაზე, იმპულსების კონტროლზე. ამ შემთხვევაში პრეფრონტალური ქერქი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. საპირისპიროდ არის დაჯილდოების სისტემის მეზოლიმბური გზა, რომელიც არეგულირებს ემოციებს, მოთხოვნილებას, უпростоრად სურვილებს, ლტოლვას. ამის ჰიპერაქტივაცია და ამ ორი სისტემის დისბალანსი იწვევს ის, რომ ადამიანს უჩნდება მოზარდობის პერიოდში
რაღაცა სარისკო ქცევების, ექსპერიმენტატორობის, რაღაცა განსხვავებული ქცევების, განხორციელების მოთხოვნილება. ეს ფიზიოლოგიურ დონეზე ხდება, რასაც ხშირ შემთხვევაში ამ ექსპერიმენტატორობას შემდგომ გარკვეულ შემთხვევაში, ვერ ვიტყვი რომ ხშირ შემთხვევაში, შემდგომ მოხმარების გაგრძელება მოსდევს და დამოკიდებულების ჩამოყალიბება და აქედან გამომდინარე ეს არ არის მხოლოდ მოზარდების ბრალი. ზოგადად ეს არის ძალიან რთული პერიოდი, რომელსაც როგორ გადაახავს ბავშვი ოჯახის მიდგომას და მის გარშემო მყოფების სწორ მიდგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნამდვილად და აი რა არის ის ნიშნები, ვთქვათ, რასაც მშობელმა პირველ რიგში უნდა მიაქციოს ყურადღება და იფიქროს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი, მაგალითად მოზარდის აგრესიული ქცევა და რაღაც კავშირი შეიძლება გქონდეს კონკრეტულ ნივთიერებებით. ძალიან საინტერესო საკითხია, იმიტომ ბევრ ადამიანს აწუხებს დღეს ეს, ბევრს ყავს ძალიან მოზარდის შვილი და ინფორმაცია არ აქვს იმდენად სწორად მიწოდებული და რაღაცა ნაკლებობა ამ ყველაფრის. ჯერ დავიწყოთ იმით, რა არის ჩვეული მოზარდისთვის. ჩვეული არის აი გუნება განწყობის გარკვეული მერყეობები, ახალი ინტერესების, ახალი ჰობის გაჩენა, მშობლების მიმართ პროტესტი და თანატოლების, მეგობრების გავლენის გაზრდა. ეს ყველაფერი მოზარდობის პერიოდში შეიძლება ნორმად ჩაითვალოს და ეს დარღვევები, ცვლილებები უпростоრად, მის ფუნქციონირებას როგორც წესი დიდად ხელს არ უშლის, მაგრამ თუ არის უფრო მეტად გამოხატული დარღვევები, რაც მის მოზარდის და ოჯახის ფუნქციონირებას უკვე ხელს უშლის, ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ და უფრო კონკრეტულად, აი რა შეიძლება მოხდეს. თუ თქვენი მოზარდი არის განსაკუთრებულად გააქტივებული, არაადეკვატურად, ან პირიქით მოთენთილი, ან მიდრეკილი ძილიანობისკენ, ან პირიქით აქვს უძილობა, მადის ცვლილება, უმადობა, ან მადის გაძლიერება, გახდა განსაკუთრებულად აგრესიული, განსაკუთრებულად შეეცვალა ინტერესების სფერო, ჩამოშორდა ძველ მეგობრებს, იკარგება სახლიდან გარკვეული ნივთები, ფული და ასე შემდეგ, როცა არსებობს ეს სიმპტომატიკა, უკვე შეიძლება ჩვენ უკვე ეჭვი შევიტანოთ, რომ ხომ არ არის, აქ ხომ არ შემოვიდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება. თუმცა სადამ ჩვენ გადავალთ საუბარზე, აუცილებლად არის სწორად შეფასება ამ ყველაფრის. შესაძლოა იყოს ესეთი დარღვევები, რომელიც არ არის ფსიქოაქტიური ნივთიერებებთან დაკავშირებული და უბრალოდ მოზარდობას ახდებს და ახლავს და გადამეტებულმა შეფასებამ და არასწორმა დასკვნებმა შეიძლება ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. და აი როგორ შეიძლება ესაუბროს ამ დროს მშობელი ბავშვს, თუნდაც პრევენციულად და თუნდაც იმის შემდეგ, რაც ვთქვათ, დაინახა ეს ნიშნები. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვმა მოზარდმა ეს არ მიიღოს რაღაც შეგონებად, მორალის კითხვად და ასე შემდეგ. უკვე როცა პრობლემა დადგა, მაშინ ჩვენ ცოტა უფრო ადრე წავიდეთ. ზოგადად ზრუნვა დამოკიდებულების წინააღმდეგ არ უნდა დაიწყოს მოზარდობის პერიოდში. ეს თუ დაიწყება მოზარდობის პერიოდში, აპრიორი მშობელი უკვე წაგებულია. ზოგადად ეს უნდა დაიწყოს ძალიან პატარა ასაკიდან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ატმოსფეროა გარემოში, ოჯახში. თუ არის ესეთი პატივისცემაზე, სიყვარულზე, გულწრფელობაზე, მხარდაჭერაზე ორიენტირებული ოჯახი და შეიქმნა სიყვარულით და ასე შემდეგ, აქ რა თქმა უნდა ნაკლები ნიადაგია იმის, რომ განვითარდეს რაღაცა ბავშვის ფსიქიკური დარღვევები, რაც შემდგომ განაპირობებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებას. მაგრამ პირიქით, თუ არის არაკონსტრუქციული გარემო, ძალადობა მშობლების ერთმანეთში ან ძალადობა ბავშვზე, კიდევ ტყუილები და ასე შემდეგ და ასე და არასწორი პირადი მაგალითები, რაც მთავარია, ამ შემთხვევაში ეს რისკებს ზრდის. მოკლედ შევთანხმდით, რომ ამაზე ზრუნვა იწყება ბავშვობიდან და არა მოზარდობის პერიოდში. სწორი პირადი მაგალითები, ისევე როგორც არასწორი პირადი მაგალითი არის მაპროვოცირებელი, სწორი პირადი მაგალითი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგჯერ ბავშვთან საუბარზე და დარიგებაზე უფრო მეტად მოქმედებს ის თუ რას აკეთებ შენ. იგივე ქცევის მოდელზე როცა საუბარი. შენ თუ დაკავებული ხარ ჯანსაღი ცხოვრებით, ხარ ისეთ გარემოში, ხარ დადებითი ადამიანი, სხვებთანაც ასეთი ურთიერთობა გაქვს, გარკვეულწილად შენი შვილიც ამ მიმართულებით მიდის და პირიქით. თუ არ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი, ან უწესებენ გარკვეულ ისეთ მკაცრ საზღვრებს და უამრავი აღზრდის დესტრუქციის
დესტრუქციული სტილი არსებობს საქართველოში განსაკუთრებით განვითარებული. მაგალითად, ჰიპერმეურვეობა, რომელსაც აი ვერტფრენდედასაც უწოდებენ და ეს ტერმინი მოდის ხოლმე ამერიკელმა მოზარდმა ბავშვმა დაწერა პირველად, რომ დედაჩემი ვერტფრენივი ცულ თავზე დამტრიალებსო და ამის შემდეგ წამოვიდა ეს ტერმინი helicopter mother და მე გაფართოვდა და ზოგადად ეხება მშობლებს, არა მარტო დედებს. საქართველოში ეს არის უდიდესი პრობლემა. მე ვარ ნარკოლოგი და შეხება მაქვს ამ პაციენტებთან ყოველდღიურად და ძალიან ხამას ბევრი ამბობს და მეც აი ეს არის ხშირი, ეს არის ერთეული შემთხვევები. როდესაც დედა გვირეკავს და გვეუბნება, რომ ბავშვი უნდა მოვიყვანო, ჩვენ მოვალთ, ჩვენ ამას გავაკეთებ და ბავშვი მოდის 50 წელს გადაცილებული, 40 წელს გადაცილებული. და როცა ეკითხები, რომ ეს არის ბავშვი, დიახ, რა თქმა უნდა, ის ჩემთვის ყოველთვის ბავშვი იქნება და მიდის ბრალობით საუბარი, როცა ჩვენ რაღაცას თავაზობ ბენეფიციარს და კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ. აუცილებლად გავაკეთებთ. ამას პასუხობს დედა და არა შვილი. ხო, აი რეალურად მეც რა გამიგია, იცით, რომ აი გადაყოლილია დედამისი, ფრაზა, გადაყოლილია მამამისი, ამათ როგორ უნდა დამართნოდა თუ გაიგეს, რომ დამოკიდებული ადამიანი. რეალურად ეს გადაყოლა და ანუ არ ნიშნავს რეალურად ეს სრუნვა იმას, რომ შენ თუ ყველგან გაეკიდები და დაახჭობ ამ ბავშვს, არიდებ რამეს და აი მაგალითიც მოიყვანეთ ბატონო, მახრჩობელა დედებსაც უდნა ეძახიან სხვათა შორის და არის აღწერილი ის ვარიანტი, რომ დედა და ნაყოფი ხო ჭიპლარით არის დაკავშირებული და აუცილებლად ეს ჭიპლარი უნდა გადაიჭრას. რაღაც მომენტში მისი გადაჭრა აუცილებელია. თუ შვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში არარსებული ჭიპლარი დედასთან მაინც მიბმულია, ეს ადამიანი ვერ განვითარდება. ეს აუცილებლად ექნება ცხოვრებაში პრობლემები და ეს პრობლემები ხშირად უბიძგებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისკენ. მეორე აღზრდის დესტრუქციული სტილი არის პირიქით, იგნორირება, ანუ ბავშვის დატოვება ყურადღების გარეშე და ბავშვს ამ დროს უჩნდება ესეთი განცდა, რომ მე მარტო ვარ, რაც ასევე ძალიან რთულია მისთვის და მოზარდობის პერიოდში ის ცდილობს ამის ამოვსებას, ამ დეფიციტის ამოვსებას და ხშირად ამას ახერხებს საიმედო კი არა, არასწორი მეგობრების არჩევით, რომელიც მასზე გარკვეულწილად ცუძე გავლენას ახდენენ. და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე არათანმიმდევრულობა. როდესაც დღეს ერთ სეტყვი, ხვალ მეორე სეტყვი, ან რაღაცას ეტყვი და შენ თვითონ არასრულებ, ან შენ ერთს ეუბნები, მამა მეორეს ეუბნება, ბებია მესამეს ეუბნება და ასე შემდეგ. ესეც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს და სხვადასხვა გართულებების განვითარებას. ეხლა თუ უკვე მოზარდია და ეჭვი შეგებარათ, რომ შეიძლება იყოს რაღაცა პრობლემა. პირველ რიგში, როგორც წესი, ჩვენთან ესე ხდება, რომ ატყდება განგაში, შემოკრავენ ზარს და ყველა ერთად ამ ბავშვის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ძალადობა, ჩაკეტვა, ტოტალური კონტროლი, დასჯა, ჩხუბი, ულტიმატუმები და ასე შემდეგ აბსოლუტურად არ მუშაობს, პირიქით უფრო მეტად მაპროვოცირებელია. პირველ რიგში, როდესაც მშობელს ეჭვი ეპარება, თვითონ უნდა მიიღოს ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ. არ შეიძლება ნაადრევად საუბრის დაწყება, როდესაც შენ მიიღებ უკვე ინფორმაციას და თვლი რომ ამისთვის მზად ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია დროის და გარემოს შერჩევა. ჩხუბის შემდეგ, რაღაცა დაძაბული პერიოდის შემდეგ საუბრის წამოწყება არ ღეს. მშვიდ გარემოში, სადაც მოზარდი და შენც დაცული ხარ, შეიძლება უკვე საუბრის დაწყება. და საუბარს აუცილებლად უნდა კონდეს მხარდამჭერი კომუნიკაციის სახე. ეს არ უნდა იყოს რაღაცა მენტორული, ტონი, დამრიგებლური, არანაირად არ უნდა მოხდეს ინფორმაციის გადაჭარბება. აი ვთქვათ, ნარკოტიკებთან, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ინფორმაცია თუ მიაწოდე მოზარდს გადაჭარბებულად, შეშინების თვალსაზრისით, ეს ამას აუცილებლად იგრძნობს, მიხვდება და თქვენს მიმართ დობას დაკარგავს. აუცილებელია რომ ეს იყოს არა მონოლოგის რეჟიმში, ანუ მხოლოდ მშობელი არ საუბრობს, დიალოგის რეჟიმი. უნდა კითხო შვილს, შენ რას ფიქრობ, შენ როგორ მიგაჩნია, საკუთარი პირადი მაგალითების მოყვანას აქვს ძალიან კარგი შედეგი, რომ მეც ვიყავი მოზარდი, მეც დამემართა, ან გადავლახე, ან ვერ გადავლახე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს საუბარი აუცილებლად უნდა დამთავრდეს დახმარების შეთავაზებით. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მშობელს ის ძალიან უყვარს, ის მისთვის
შენთვის არის უძვირთფასესი მნიშვნელოვანი ადამიანი ცხოვრებაში და შენ სთავაზობ მას დახმარებას. უსაფრთხოა მისთვის ეს დიალოგი. აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი. აი ნამდვილად ახლა მოზარდები ორსულებზე კი ვისაუბრეთ უკვე, მაგრამ აი ზუსტად ეს მინდოდა რომ მეკითხაი გოგონების შემთხვევაში და ორსულების შემთხვევაში ხო მით უმეტეს რაღაცნაირად უფრო გაზრდილია ხო საზოგადოების მოთხოვნა, ოჯახის სტანდარტები, იმიტომ რომ აი გოგო ხარ, იმიტომ რომ რაღაცნაირად უპატიობთ თითქოს მამაკაცებს, მოზარდ კი ეს მიღებულია, მაგრამ აი უიმე ორსულმა ეს როგორ და უიმე გოგო ხარ თუ ვინ და რანაირად მოახერხა გოგომთან, აი ეს მიყვება რა ყოველთვის და არის ხოლმე უფრო მეტი საფუძველი ალბათ იმის რომ იმალება, მე ორსულს კიდე ცალკე პრობლემები აქვს ამ მიმართულებით და მე დარწმუნებული რომ ზუსტად ვიცი რომ იქნება საზოგადოებაში ხშირი თუ არა გარკვეული შემთხვევები, როდესაც ორსულს აქვს ეს პრობლემა. ან არის ადამიანი ფსიქოაქტიური ნივთიერებებზე დამოკიდებული და დადგა ორსულობა და არ იცის, ვთქვათ რა გააკეთოს. მინდა რომ ესეც გავაჟღეროთ რაღაცნაირად ოჯახისთვისაც და თავად ასეთი აი ქალებისთვის, გოგონებისთვის შეიძლება ვინც გეგმავს ორსულობას და იცის რომ დამოკიდებულია და ამ დროს რაღაცები აფერხებს. რა ხდება, აი რა მეთოდებია, მკურნალობა, რაღაც გარკვეული თერაპიები თუ რა შეუძლია ამ ადამიანს რომ როგორც ასეთი მაშველრგოლად გამოიყენოს. ორსული დამოკიდებული ქალი არის სამაგის სტიგმის ქვეშ. პირველი სტიგმა არის რომ ქალია და მოიხმარს, უბრალოდ ქალი და შემდეგ ორსული ქალი და დამოკიდებული ორსული ქალი. ეს არის ძალიან ისეთი დიდი წნეხის ქვეშ არიან ეს ადამიანები. ეხლა თუ ქალი გეგმავს ორსულობას და ეს ყველაფერი არის მომავალში დასაგები, პირდაპირ მოწოდებულია, რომ უნდა მოხდეს ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შეწყვეტა, მათ შორის ალკოჰოლის, სიგარეტის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ორსულობა დადგა და ასეც ხდება და უგეგმავი ორსულობებიც არსებობს და აღმოჩნდა რომ ქალი არის დამოკიდებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში ოჯახს. როგორ მიიღებს ამ ყველაფერს? აქაც ზუსტად იგივე მიდგომა საჭირო. ორსულმა უნდა იგრძნოს, რომ მას მხარს უჭერენ. მისთვის უნდა შეიქმნას მაქსიმალურად მხარდამჭერი უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად უნდა დაიცვან ტრიგერებისგან. ხა რას აკეთებს ორსული ქალი? აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, მათ შორის გინეკოლოგს და მიაწოდოს ინფორმაცია. არ შეიძლება ინფორმაციის ძალიან ხშირად ხდება სხვათა შორის დაფარვა ინფორმაციის და იმ როდესაც ნაყოფი ბავშვი იბადება, იმ შემთხვევაშიც კი ხშირია შემთხვევები, როდესაც მეან გინეკოლოგები სწორ დიაგნოზს ვერ სვავენ, იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია იყო დამალული. აი მაგალითად თუ იქნება ოპიოიდებს, როდესაც არის ქალი დამოკიდებული და მთელი ორსულობის პერიოდში მოიხმარდა ოპიოიდებს, ამ შემთხვევაში მისი უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება. აუცილებელია ოპიოიდებზე დამოკიდებული ორსული ქალი მივიდეს სპეციალისტად და მიიღოს კვალიფიციური დახმარება. და ერთ-ერთი რეკომენდაცია მათ შორის არის ჩანაცვლებითი თერაპია. იმიტომ რომ ორსულობის პერიოდში ოპიოიდების აღკვეთის მდგომარეობის გადატანა, დეტოქსიკაცია ხშირად უკუნაჩვენებია. და ამ შემთხვევაში, როდესაც ორსული ქალი არის დამოკიდებული, იბადება ბავშვი, რომელსაც აქვს აღკვეთის მდგომარეობა. ანუ ეგრეთ წოდებული ლომკა. ბავშვი იბადება ლომკით. და მას აქვს ჰიპერრეფლექსია, ხშირად კრუნჩხვები, წოვის რეფლექსის დარღვევა, ხშირ შემთხვევაში დიარეა, პირღებინება და მეან გინეკოლოგები დაბნეულები არიან, სწორ დიაგნოზს ვერ სვამენ და სიმპტომურად მიდის არასწორად მკურნალობა. იმ შემთხვევაში თუ ორსული თავიდანვე ორსულობის დადგომის შემთხვევაში მივა და მას ეყოლება თავისი ექიმი, რომელსაც მიაწოდებს სწორად ინფორმაციას, უკვე მოხდება სწორად დაგეგმა ორსულობის. თუ არის ხა ალკოჰოლი და თამბაქო, ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მათი მოხმარება. და თუ საჭიროა დახმარება ამის საშუალებებიც არსებობს, ხოლო თქვათ აი სედაციური საშუალებებისთვის და ოპიოიდების შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი, დამოკიდებულების შემთხვევაში უეცარი შეწყვეტა და სხვა მიდგომებია. აქედან გამომდინარე აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან, მიაწოდოს სწორი ინფორმაცია და დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში ჩატარებულ მონიტორინგს. ანუ უფრო მეტად უნდა მოხდეს ნაყოფის მდგომარეობა და ორსულობის მონიტორინგი,
ხშირი კვლევები და სხვადასხვა ჩარევების გამოყენება იმისთვის, რომ ორსულობა ბოლომდე გართულებების გარეშე მივიდეს. და თუ გქონიათ პრაქტიკაში, რომ შვიდად ჩატარებულა ორსულობა და აი სათანადო მკურნალობით დამდგარა ის შედეგი, რაც დედისთვისაც, ბავშვისთვისაც და ოჯახისთვისაც ყოფილა საბოლოოდ კარგი. მქონია ნამდვილად შემთხვევები, იგივე ოპიოიდებზე დამოკიდებულების შემთხვევაში, როდესაც მოუმართად ჩვენთვის სამკურნალოდ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვარტფხიზლად ცხოვრებაზე ორიენტირებულ მკურნალობას ვახორციელებთ, ანუ დეტოქსიკაციას, აქედან გამომდინარე ჩვენგან არის უარი, იმიტომ რომ ამ დროს მკურნალობა რისკებთან არის დაკავშირებული და როგორც გითხარით, ჩანაცვლებით თერაპიის შემდგომ ყოფილა რომ ადამიანმა ორსულობა ბოლომდე მიიყვანა და ახალშობილი დაიბადა კი ოპიოიდური აღკვეთის მდგომარეობით, მაგრამ სწორი ჩარევით მოხდა ამ სიმპტომატიკის ალაგება. თუ ინფორმაცია არის, ეს უკვე არის ძალიან ესეთი წინგადადგმული ნაბიჯი და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც არ იცის, იცოდეს ეს ინფორმაცია და რაღაცნაირად იყოს ეს დამატებითი სტიმული მათთვის, რომ გააზიარონ და არ შერცხვეთ, თუნდაც იმიტომ, რომ არის დარწმუნებული ვარ, ხო დედისთვის ბავშვის ჯანმრთელობა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. აქვე მაშინ ვიკითხავ, რადგან სტიგმა ვახსენეთ სოციმედიაზე და ზოგადად დამოკიდებულებებზე. რა კავშირია მათ შორის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხშირად ამსგავსებენ ხოლმე კი, რა თქმა უნდა, ხა სხვადასხვა გავლენა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გაცილებით განსხვავებული გავლენები აქვს, მაგრამ მენტალურად, რეალურად არის დაჯილდოების შეგრძნება, დამოკიდებულება, ასე შემდეგ დაახლოებით, როგორც ვკითხულობთ ხოლმე და ვისმენთ ამ ინფორმაციას, დაახლოებით ერთნაირ რაღაცა ნივთიერებებზე, ერთნაირ უბნებზე, ხო, არის და როგორ რამდენად მოწყვლადია ის ადამიანი, უფრო ვინც მაგალითად დამოკიდებულია უკვე სოციმედიაზე და მოზარდი მით უმეტეს უამრავია დამოკიდებული სოციმედიაზე, რაღაც მის გარეშე თითქოს ეს დოფამინს რომ ახსენებენ დოფამინ დამოკიდებულება, სკროლვა, ონლაინ შოპინგი, რასაც იწევს და მალევე დაკმაყოფილება ყველაფრის, იმიტომ რომ აი ესეც მინდა რა, რომ თქვა რომ ჩემ ბავშვობაში მაგალითად საყვარელი სერიალი ან მულტფილმი რომ გადიოდა, ესეც იმხელა სიხარული იყო თუ მოხვდებოდი ტელევიზორთან ამ დროს. ეხლა ეს პატარ-პატარა სიხარულები თითქოს მარტივად არის ყველაფერი. ხელმისაწვდომი აღარ არის და რამდენად მოწოდებული ასეთი ადამიანის ტვინი უფრო რომ მე რაღაცებზე მეტ სიამოვნებაზე, მეტ დაკმაყოფილებაზე წავიდეს. კი ბატონო, დამოკიდებულება არის ერთი დაავადება, რომელსაც აქვს ერთი მექანიზმი, ერთი და იგივე სტრუქტურებია, იგივე დაჯილდოების სისტემა არის ჩართული დამოკიდებულების ყველა სახის დროს. ეს იქნება ქიმიური დამოკიდებულება, თუ იქნება არაქიმიური, ანუ ქცევაზე დამოკიდებულება, იგივე სოციალურ მედიაზე და გაჯეტებზე დამოკიდებულება. სხვათა შორის აბსოლუტურად იგივე სტრუქტურები მუშაობს. ამ შემთხვევაში სოციალური მედიის გამოყენების, აი დაკომენტების დროს, ლაიქების მომატების დროს იმხელა სიამოვნებას იღებს ადამიანი, იგივე მოზარდი და შემდეგ სოციალურ მედიაზე დამოკიდებული ადამიანი, დოფამინერგული პიკები წარმოიქმნება აქაც, ისევე როგორც ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში. და ხდება ამ ქცევის დამახსოვრება თავის ტვინის მიერ, მისი დადებითი დამტკიცება და მოკლედ განმეორების სურვილი. ერთი ის რომ ყალიბდება მასე დამოკიდებულება და დამოკიდებული ადამიანი შემდგომ სხვა საშუალებებზე უკვე მოწყვლადია და უფრო ადვილად ხდება სხვა სახის დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და მეორე ფაქტორი რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მედიიდან ხდება ძალიან დიდი ინფორმაციის მიღება. ეს შეიძლება იყოს სასარგებლოც და ხელის შემშლელიც. სასარგებლო იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ნამდვილად შეიძლება რაღაცა კვალიფიციური და საინტერესო ინფორმაციის მიღება, თუმცა ამის გაფილტრვა ძალიან ძნელია. და როგორც წესი, მოზარდები ხშირ შემთხვევაში ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით იღებენ არასწორ გადამეტებულ მიმართულ არასწორ ინფორმაციასაც კი. ამის არაერთი მაგალითი მაქვს და ხა ამაზე არ დავიწყებ საუბარს. ხშირ შემთხვევაში სოციალურ მედიაში ხდება ნივთიერებების რომანტიზაცია, რაც შემდგომ აპროვოცირებელი ხდება მოზარდისთვის და ზოგადად სხვა ადამიანებისთვისაც.
რა შეიცვალა ბოლო წლებში, ბოლო 10-15 წელიწადში მოზარდების ქცევაში ისეთი, რაც აი სოციმედია ვახსენეთ, ამის გარდა რაც იწვევს რეალურად მეტად მოწყვლადობას ამ ბავშვების. მგონია ხოლმე ხანდახან და მე ვადასტურებ კიდეც ამ ინფორმაციას, როცა ვისმენ გარშემო სხვადასხვა ჩივილს თუ кейსებს რატომ გახდნენ უფრო ჩაკეტილები, მეტად რაღაც სოციმედიაზე დამოკიდებულები, შეიძლება აგრესიულები, მენტალური მდგომარეობა მათი რატომ არის, რატომ რეაგირებს უფრო კიდევ მძიმედ, ვიდრე მაგალითად 10-15 წლის წინ, ხო, მაშინაც იყო რეალურად ბულინგიც, რაღაცა ოჯახში ხო მით უმეტეს სოციალური სიტუაცია გაცილებით უარესი, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად ახერხებდნენ მაინც ეს ბავშვები სოციალიზაციას და რაღაცნაირად გადაიტანდნენ ხოლმე გარეთ ამ ყველაფერს მშვიდად ზოგი გარეთ ხდებოდა უფრო რეალიზაცია და არა აი ამ მიკროსამყაროში, რაც არის სოციალური მედია, гаджеტები, ინტერნეტ სივრცე და ასე აი ადრე ხო ამბობდნენ კიდეც რომ აი მეგობრებმა ჩაითრიეს რეალურია ეს გარემოს აქვს მნიშვნელობა სად ხარ იმ მომენტში როცა გიჭირს გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ზოგადად მაკროსოციუმსაც ანუ საზოგადოებას და მის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ ამასაც აქვს მნიშვნელობა და მიკროსოციუმს ანუ ოჯახი და მეგობრები ორივე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუმცა ის რომ სხვაზე გადაბრალების პოზიცია არასდროს არ არის მართალი ხშირ შემთხვევაში ადამიანი უკვე იბადება დამოკიდებული ყველგან ვამბობ ხოლმე აი ესეთი დარღვევებით რაც შემდგომ სრულდება დამოკიდებულების ჩამოყალიბებით არ შეიძლება ვიღაცა სხვას დააბრალო იმაში რომ შენ ოჯახის წევრს აქვს ეს დაავადება თანატოლებს რაც შეეხებდა მეგობრებს უდიდესი ზეგავლენა აქვს თუმცა ამ შემთხვევაში შეიცვალა ბოლო აწლეულების განმავლობაში სიტუაცია და რეალური მეგობრობიდან გადავიდნენ ინტერნეტ მეგობრობაზე მოკლედ რაც სოციალიზაციის პრობლემას ქმნის რაც არის ძალიან დიდ დარღვევებთან დაკავშირებული და ოჯახის როლიც აქ არის რომ თავიდანვე უნდა მოხდეს რაღაცა სწორი ნორმების დაწესება ბავშვს აი რა თვისებები შეიძლება გამოუმუშავოთ რაც შემდგომ მე აუცილებლად გამოგადგებათ პირველ რიგში ეს არის პატარ-პატარა პრობლემებთან გამკლავების უნარი სტრესთან გამკლავების უნარი კომუნიკაციის რეალური კომუნიკაციის და არა ინტერნეტ კომუნიკაციის უნარი უარის თქმის უნარი არ არის აუცილებელი ყველას მოწონდე ყველას ეთანხმებოდე აუცილებლად ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი პოზიციების დაცვა და უარის თქმა რაც შემდგომ აუცილებლად გამოადგება და ცხოვრების ჯანსაღი წესი რაც შენც უნდა მისდევდე და შენ ბავშვსაც აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ქცევის წახალისება აი ამ უნარების ჩამოყალიბება მოზარდობის პერიოდში და შემდგომ უკვე ადამიანს გამოადგება და ეს შეიძლება იყოს პრევენციული მექანიზმები დამოკიდებულების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ნამდვილად, იმიტომ რომ ზოგჯერ უარის თქმა ზუსტად აი რაღაცნაირად როგორ აღმიქვამენ, როგორ დამინახავენ, მშიშარა ხუმარ ვარ და ასე შემდეგ, განსაკუთრებით ბიჭებში ეს აი რისი გეშინია ამბით იწყება ხოლმე როგორც წესი ძალიან ბევრი ფატალური შემთხვევა. ბავშვ ოჯახში მუდმივად ეძახიან თავიანთი ბიჭი ხარ, რისი შენ არ უნდა გეშინოდეს და ასე შემდეგ. სხვათა შორის რაღაცა პერიოდის წინ ვიყავით რაღაცა გარემოში, სადაც ხალხი იყვნენ, მათ შორის გვერდზე იყვნენ დედა-შვილი და შვილი რაღაცას თხოვდა დედას და დედამ უარი უთხრა და კიდევ გაუმეორა თავისმა შვილმა და ნუ და ისე უარი და თავისმა შვილმა უცებ შეხედა და რა ვქნა, აუტანელი ვარ. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მას მუდმივად ეძახიან, რომ რაღაცა პატარ-პატარა გადაცნობების შემდეგ, რომ შენ აუტანელი ხარ და უკვე ეს მისმა ფსიქიკამ დაიმახსოვრა. ძალიან ბევრი შეცდომებია აღზრდაში, იგივე მშობლები თვლიან, რომ ნორმალური ბავშვი არის ყველაზე კარგი. აი, ესეთი რაღაც არ არსებობს. ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური და აუცილებლად უნდა დაუჭიროთ მხარი და განვავითაროთ მისი ინდივიდუალურობა. თუნდაც ეს წინააღმდეგობა როცა აქვს ბავშვს მაგალითად. რა თქმა უნდა, ესეც
კი, იმიტომ რომ მეც გამიგია ხა რატომღაც ესე მოხდა მოკლედ რომ ჩემი სამივე შვილი ძალიან ისეთია რა ჯიუტი ქვია იდეაში რაღაცნაირად საკუთარი პოზიციები აქვს რომ უბრალოდ ფიქრობ უბრალოდ არიღებენ უპირობოდ რასაც ეუბნები სანამ არ აუხსნი იმ ფორმას ფერს საჭმლის და ასე შემდეგ ხშირად ეს არის ხოლმე ჩემთვის დისკომფორტი მაგრამ ხორმად რომ მიფიქრი ამ ყველაფერს კარგია რომ უპირობოდ დედამ მითხრა და მორჩა მამამ მითხრა და მორჩა არ არის მათთვის და რაც ახსენეთ კიდევ ეს მამაკაცების მარტო ქალებზე რომ არ გამოგვივიდეს ეს წნეხი 4 წლის ბავშვისგან გავიგე ჯგუფელმა როგორ უთხრა ჩემ შვილს რომ კაცები არ ტირიან. იმენაც 4 წლისა როცა ეს რაღაცაზე აპროტესტებდა გიჟდა ძალიან იმ ბავშვს სხვა შურს არასდროს მინახავს აი მისვლისას ასე შემდეგ ამ ბავშვს გამოეხატოს ემოცია ან ესე ეთქვას ძალიან ისე რას ქვია ტირის შეკავება ხდება და შემდგომ შეიძლება ეს შეკავებული ემოცია ძალიან ცუდად დახარჯოს ადამიანმა. კიდე დასჯა. ხშირად ფიქრობენ რომ ეს ბრჭყალებში აბსოლუტურად ნორმიდან გადახრილი ბავშვები შეიძლება დასჯით რაღაცა მისი კორექტირება მოახდინონ. დასჯას არანაირი ეფექტი არ აქვს. შეიძლება გქონდეს ხანმოკლე ძალიან ისეთი ეფექტი, რაც საბოლოო ჯამში მე დიდ პრობლემად იქცევა და კიდევ ერთი არასწორი პოზიცია მშობლებში, რომ შვილი არის დიდი ინვესტიცია. და ამაში უნდა ჩაიძოს ძალიან დიდი ფინანსები, ენერგია, რომ შემდგომ შენ ეს გამოგადგეს. არაფრით არ შეიძლება ესეთი ანგარებიანი დამოკიდებულება შვილთან და მას უნდა მივცეთ თავისუფლება. ეს მახრჩობელა მშობლები არ აძლევენ თავის, მას აძლევენ ყველაზე მთავარს, თავისუფლებას. ამიტომ ესეთი ადამიანები არიან ჩამოუყალიბელი, ბებელი, უჭირთ სტრესებთან გამკლავება, ქცევის რეგულაცია და მათ შორის უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ჰიპერმეურვე მშობლების შვილებს არ აქვთ ისეთი აკადემიური მოსწრება, რომ იმ ადამიანებთან შედარებით, იმ მოზარდებთან შედარებით, რომელიც შედარებით თავისუფალ გარემოში გაიზარდა. ალბათ ეს უნარებთან არის მე კავშირში, რომ არ ვაცდით უნარების გამომშავს. იმიტომ რომ გამიგია დღეს ისეთი დროა, ნუ ოღონდ ყოველთვის ხო ესეთი დროა ცუდი. დღეს ისეთი დროა, რომ მივუშვა, ასე არ გამოვა და დაყვებიან სპორტზე 15, 16, 17 წლის ბიჭებს დაყვებიან აი ყველგან, სადაც შეიძლება, იმიტომ რომ არ გამექცეს ეს ბრჭყალებში და რეალურად ანუ არ არის ხო ეს პრევენციის. არასწორი პოზიცია, აბსოლუტურად ბალანსის დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არც ჰიპერმეურვეობა და მახრჩობელა მშობლობა შეიძლება და არც იგნორირება. რაღაც შუალედური ყველაზე მთავარია, რომ მცირე ასაკიდან რაც არ არის მარტივი და ესე სათქმელად ძალიან ადვილია, რომ ძალიან დიდი დრო უნდა დაუთმოთ შვილს. უნდა მქონდეს თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა, შვილი როდესაც დაბრუნდება იგივე საბავშვო ბაღიდან, უნდა ვკითხოთ, როგორ ჩაიარა დღემ, რა ხდება შენს მეგობრებში. ანუ ეს კომუნიკაცია მისთვის უნდა იყოს ნორმა. იმისთვის, რომ მოზარდობის პერიოდში შვილი არ მოგიტრიალდეს და არ გითხოს, ეხლა მოიცალე ჩემთვის და ეს ძალიან ხშირად ხდება სამწუხაროდ. ხდება ალბათ გარკვეულწილად მე მგონი რომ ეს მოხმარების დროსაც რაღაცნაირად თითქოს ზოგისთვის ყურადღების მიქცევის, იმიტომ რომ ვიცი მშობელს რომ ამით დავსჯი და ხდება ალბათ ესეც რომ მექანიზმია ერთგვარი მშობლის დასჯის, რომ ყველაზე მეტად რაც ეწყინება და ეთკინება ის გავაკეთო როგორც. როდესაც ყურადღება გაკლია, ხშირ შემთხვევაში მოზარდები მიმართავენ ყურადღების მიქცევის სხვადასხვა საშუალებებს, ეს იქნება თვითდაზიანებები, გარკვეული სარისკო ქცევები თუ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებები და მოხმარება და ეს არის ზუსტად აი მეგიდით ყურადღების მიქცევის გზა და კიდევ როდესაც ბავშვი არის ძალადობის ხერხი, მასში ეს უარყოფითი ენერგია და ეს აგრესია გროვდება და ხშირ შემთხვევაში შემდგომ როდესაც გაიზრდება, ამ აგრესიას მიმართავს ან საზოგადოებისკენ და თვითონ ხდებიან მოძალადები, ან საკუთარი თავისკენ და თვით დესტრუქციის, თვით აგრესიის ყველაზე კარგი საშუალება სამწუხაროდ არის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება. და რაც მაინტერესებს კიდევ ალბათ ოჯახებისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, აი ვთქვათ დადგა პრობლემა, გაარკვია ოჯახმა, ნუ პირველი რეაქცია როგორც წესი, სანამ თვითონ არ დააიდენტიფიცირებს ხოლმე ადამიანი, რომ უკვე ძალიან ცუდადაა მისი საქმე, არ აღიარებს, ხო, როგორც წესი ესეა ხოლმე. რამდენად აქვს ამ დროს საშუალება ოჯახს, რომ დაითანხმოს. ნახეთ, მე თქვენთანაც კლინიკასთან მქონია შეხება, ვთქვათ, როგორ მოდიოდნენ პაციენტები და უმრავლესობას ქონდა არ მოგვყვება, არ გვთანხმდება რაღაც ასეთი ისტორია. რა ხდება ხოლმე ამ შემთხვევაში? ელოდება ოჯახი, ველოდებით, ვთქვათ,
რომ გააცნობიეროს ადამიანმა, აღიაროს თავისი პრობლემა და თავად გადადგას ეს ნაბიჯი თუ არის გარკვეული რჩევები, რეკომენდაციები, რითიც მაგალითად თუნდაც მოზარდის მშობელს შეუძლია რომ როდესაც გაარკვია ეს ყველაფერი და პრობლემა არის და მოზარდი უარს ამბობს, თქვა დახმარებაზე, რაღაცნაირად მოხდეს დროულ ჩარევაზე დაყოლიება. თუ სწორი მიდგომა, აი რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თუ სწორი მიდგომა იქნება მშობლების მხრიდან, წესით უმრავლეს შემთხვევაში უნდა დათანხმდეთ მინიმუმ პირველად კონსულტირებაზე და მაშინ როდესაც უკვე მოდის ექიმთან, იგივე ადიქტოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან, ხშირი ყოფილა ძალიან უამრავი შემთხვევა გქონია, როდესაც მოდის ადამიანი ოჯახის ხათრით და შემდგომ თერაპევტთან კომუნიკაციით რაღაცა მოტივაციის გაძლიერება ხდება და შენ თვალწინ ხედავ რომ ადამიანმა პირველი ნაბიჯი პრობლემა გაათვითცნობიერა. აქედან გამომდინარე და დახმარების შეთავაზებას ყოველთვის აქვს აზრი და მშობელმა გარდა იმისა რომ ძალიან მკაცრად და ავტორიტეტულად და ისე არ ჩაერიოს დამსჯელობითი ფუნქციით, არ შეიძლება ისიც იგნორირებაც არ შეიძლება პრობლემის რომ არაუშავს ეს თვითონ მოგვარდება. ეს ორივე პოზიცია წამგებიანია. როგორც თქვით, ესეთი ინფორმაციის მიღება, შემდგომ მშვიდგარემოში საუბარი და დახმარების შეთავაზება და დახმარება როგორც წესი ეს არის პირველადი კონსულტირება სპეციალისტებთან. და თუ თქვათ პაციენტი არ მოდის ამ შემთხვევაში ოჯახის მხრიდან რომ იყოს გავლილი, ალბათ ეგეც და ნორმალურია და პირიქით. თუ პაციენტი არ მოდის, იმ შემთხვევაში ოჯახის წევრები აგრძელებენ თერაპიას. ანუ მათი სწორი მიდგომა და კიდე დამატებითი ინფორმაციის მიღება, როგორც წესი არის დადებითი პროგნოზის მომტანი. ოჯახის როლს როგორც გითხარით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სანამ დამოკიდებულება ჩამოყალიბდება, რო ჩამოყალიბდება დამოკიდებულება და როცა უკვე საუბარია დამოკიდებულების მკურნალობა რეაბილიტაციაზე. და კიდევ მინდა გავაჟღეროთ ასეთი რომ მაგალითად მსმენია რა ჩემი თაობის კიდევ უფროსი თაობის ხალხისგან თითქოს ხო ჩვენ ის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უფრო ისე ვართ ყურადღებით და მენტალური გვეპარება ხოლმე და ფრაზა გამიგია არაერთგზის აი მე ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპიის არ მჯერა ფრაზა რომელიც ან რეალურად არ არის ხო ეს რაღაცა რელიგიური მიმდინარეობა მე რა უნდა მასწავლოს ხო რა უნდა მასწავლოს ჩემი თავის ფსიქოლოგი მე ვარ ან ფსიქოლოგის არ მჯერა ნუ ეს ხომ არ არის რაღაცა ვთქვათ კონკრეტული რწმენა ან სარწმუნოება რაღაცა ისეთი ადამიანი ვისაც ხმა უნდა მისცე მაგალითად რომ გჯერა თუ არა ხო აქ გამოდის რომ რაღაცა გარკვეული უნდობლობა არსებობს და შემდეგ რა თქმა უნდა ხა როდესაც ადამიანს აქვს უნდობლობა როგორ შეიძლება რომ ის მასთან მივიდეს როგორც ვთქვათ დახმარების თხოვნელი ან რაღაც სერვისის მიმღები თუნდაც როდესაც არ აქვს ამაზე ცნობიერება. მნიშვნელოვანია რომ ოჯახში ბავშვებიდან ან თუნდაც შეიძლება არ ყავს ამ ადამიანის ოჯახი და არის პარტნიორის მხრიდან ხო რაღაცები ნაბიჯები გადასატკმელი. რამდენად მნიშვნელოვანია რომ აი ეს ცნობიერება თუნდაც არ იყოს ჯერ სახეზე ფსიქოაქტიური ნივთიერებები მენტალური ჯანმრთელობის შესახებ რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან ადრეული პერიოდიდან მიეწოდოს ადამიანს. ცხოვრების ჯანსაღი წესი მოიცავს არა მარტო დაბალანსებულ კვებას, არა მარტო ალკოჰოლზე, თამბაქოზე, სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, უარის თქმას, სპორტულ ცხოვრებას და ასე შემდეგ. ის მოიცავს მენტალური ჯანმრთელობის ჩამოყალიბებასაც, ანუ ემოციური ჯანმრთელობა შეიძლება დავარქვათ მოკლედ. ანუ ადამიანმა ბავშვმა თავიდანვე უნდა ისწავლოს თავის ემოციების, ქცევების რეგულაცია, თვითკონტროლი. ამ ყველაფერი ეს თავიდანვე უნდა ქონდეს მას ათვისებული და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა მათ შორის ემოციური და ქცევების რეგულაციის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სხვადასხვა ეს სტერეოტიპი ნელ-ნელა თანდათანობით ინგრევა. მე ფსიქოთერაპევტმა რა უნდა მასწავლოს და არ მჯერა და ასე შემდეგ. მე თვითონ ვარ ჩემი თავის ფსიქოთერაპევტი, აბსოლუტურად არასწორი პოზიცია. და ხშირ შემთხვევაში საქართველოში აქამდე მეგობრები ითავსებდნენ ფსიქოთერაპევტების როლს. ხშირ შემთხვევაში როდესაც ადამიანს პრობლემა აქვს, მარტო პრობლემის მოყოლაც, ანუ ის ადამიანი ემპათიური, ვინც თანაგრძნობით შენთან არის და გისმეს, ეს
გარკვეული თერაპიული დატვირთვა აქვს ამასაც. თუმცა რა თქმა უნდა კვალიფიციური ფსიქოთერაპევტის ჩართვას სხვა მნიშვნელობა აქვს და სხვა შედეგი აქვს და მეორე საკითხი კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად არჩევას სპეციალისტის. შეიძლება შენი შვილი მიიყვანო ისეთ სპეციალისტთან სამწუხაროდ მოკლედ, რომელმაც კიდე უფრო გააღრმავოს ან პირიქით არსებული ნდობა დააკარგვინოს ბავშვს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე სხვა სპეციალისტებს განაზოგადოს, რომ იცი რა არ დამეხმარა ფსიქოთერაპია ვცადე ამ დროს სულ შეიძლება სპეციალისტი. ხო, შემდეგ ამას ახდენს ბავშვი მოზარდი ამის გენერალიზებას ახდენს და თვლის, რომ ყველა ფსიქოთერაპევტი ასეთია და ვერ დაეხმარება და საქმე ფუჭდება. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, არის ხოლმე მენტალური ჯანმრთელობის ჯგუფებში მინახავს, რომ მშობლებს დაუპოსტავთ და კომენტარებში ძალიან ხშირად ურჩევენ სხვათა შორის, რომ აი ეკლესიაში მიიყვანე მღვდელთან გასაკებია საუბრის ნაწილი, თუმცა ის სულ მგონია ხოლმე, რომ მაგ დროს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს ადამიანი, როცა ურჩევს რომ დაელაპარაკე, ან ცოტა მკაცრად დაელაპარაკე, ან მამაოს და ჯერ ერთი ხო ყველა მღვდელი ერთი განათლების არ არის, ერთი ემპათიისაც არ არის სამწუხაროდ და ამ დროს რამდენად აი ხომ შევეხეთ კვალიფიკაციას, რამდენად აქვს მნიშვნელობა პირველი ვისთან ექნება შეხება ამ დროს. დიდესი მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენ უკვე შევეხეთ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შობელი რამდენად იცნობს თავის შვილს. როგორც შენ იცნობ საკუთარ თავს და შენ იცი ყველა შენი ფსიქიკური პრობლემაც, ხარვეზიც, პლუსიც და ამ შემდეგ იცნობ შენ შვილსაც. ხო და წესით ოჯახის წევრებმა, მშობლებმა რომელმაც ძალიან კარგად იციან თავის შვილების თავისებურებები, შესაძლოა თვითონ გადაწყვეტონ მისთვის რა იქნება დამხმარე. სულიერების დეფიციტიც ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია დამოკიდებულების. აქედან გამომდინარე სარწმუნოებაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, ყველაფერი არის ინდივიდუალური და საერთოდ ჩვენი მიდგომით ეს იმდენად დიდი პრობლემა, ჭირდება ჰოლისტური მიდგომა. ერთი მიდგომით ამ პრობლემასთან გამკლავება არ ხდება. აქედან გამომდინარე, ექიმი, ფსიქოთერაპევტი, იგივე მოძღვარი და ამ შემდეგ ყველა ერთი მულტიდისციპლინური მიდგომა არის საჭირო ამ დამოკიდებულების თავის ნაწილში რომ არ მოხდეს რაღაცა ერთის მეორე ჩანაცვლება ისე რომ შემდეგ შედეგი იყოს რაღაცა არ ვიცი. და სწორი მიდგომები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და სწორი მიდგომა უნდა წამოვიდეს სპეციალისტიდან აუცილებლად იმის გამო რომ ნდობა არ დაიკარგოს, იმიტომ რომ შემდგომ დაკარგული ნდობის აღდგენას ძალიან დიდი დრო ჭირდება. აი აქვე ვიკითხავ ასევე მოზარდებს რადგან ვეხებით ხშირად მშობლებს გონიათ ხოლმე რაღაც ეს თავისუფალი მიდგომა, მეორე უკიდურესობა რა, პირიქით, იცი რამე არ უზღუდავ ჩემს შვილს, გააკეთოს რაც უნდა, ნახოს, მეც ვიყავი ახალგაზრდა და რაღაცნაირად მსუბუქად უყურებენ არსებობს ეს კლუბური ნარკოტიკის ცნება, მსუბუქი ნარკოტიკის ცნება და ასევე აი ვეიპები მაგალითად, ელექტროსიგარეტი არა მოხდა, არა უშავს, რაღაც გასართობად მეც ვეწევი, უთქვამთ და ასე შემდეგ. მე მინდა რომ დავაიდენტიფიციროთ რამდენად არის რეალურად საფრთხე რომ გამოიწვიოს დამოკიდებულება ვეიპებმაც, ასევე რაღაც კვლევები არსებობდა და რამდენიმე სერიალშიც კი იყო მესიჯი მომხვდა თვალში, რომ ფილტვები, ანუ სამედიცინო სერიალები იყო და მომხვდა თვალში რამდენად ამ მესიჯს ძალიან ისე აქტიურად აჟღერებდნენ, რომ აი დაახლოებით პნევმონიის სურათიაო ისეთი ფილტვებია და ვეიპის თუ ელექტრონული სიგარეტის ფილტვებს ეძახდნენ. სიგარეტი არის რეალურად ეს საფრთხე და უფრო დამაზიანებელი ვიდრე სიგარეტი. სწორი მიდგომა არის ის, რომ ნიკოტინის არც ერთი შემცველი პროდუქტი არ არის უნებელი და ვერც იქნება, იმიტომ რომ ნიკოტინი არის ფსიქოაქტიური ნივთიერება და იწვევს დამოკიდებულებას და განსაკუთრებით მოზარდისთვის. FDA-ის მიდგომით და ყველა ესეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიდგომით ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ანუ აქ იგულისხმება პრევენცია იმისთვის, რომ მოზარდებმა არ დაიწყონ ნიკოტინის არც ერთი შემცველი პროდუქტის მოხმარება, მათ შორის ელექტრონული სიგარეტების. მაგრამ განსხვავებული მიდგომა თუ არის დასრული ადამიანი დამოკიდებული, რომელსაც უკვე დამოკიდებულება აქვს ნიკოტინზე, რომელსაც არ აქვს საკმარისი мотиваცია, რომ თავი დაანება
უსწავლოს სიგარეტის მოწევას, ან აქვს საკმარისი мотиваცია იგივე ფილტვის კიბოს მქონე ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც მიუხედავად ესეთი ძლიერი უკუჩვენებისა აგრძელებს სიგარეტის მოწევას და აქვს мотиваცია, თუმცა არ შეუძლია ამ დამოკიდებულებასთან გამკლავება. ამ შემთხვევაში ელექტრონული სიგარეტების შესაძლოა განვიხილოთ როგორც ზიანის შემცირების სტრატეგიის ნაწილი და არა თავის დანებების ნაწილი. ეხლა რაც შეეხება ფილტვის დაზიანებას, უამრავი კვლევა არსებობს და როგორც წესი, მოკლედ, ის დაზიანებები, რაც ფილტვის პრობლემას შეეხება, შემდგომ მრავალი კვლევებით არ დადასტურდა და აღმოჩნდა ის სიგარეტებში სხვა არალეგალურმა მინარევებმა გამოიწვიეს ეს ფილტვის დაზიანება. თუმცა ეს ერთნიშნულად არ ნიშნავს იმას, რომ ნიკოტინის შემცველი ეს პროდუქტი ელექტრონული სიგარეტი უსაფრთხოა და მოზარდმა შეიძლება დაიწყოს ამის მოხმარება და ის პოზიციაც არასწორია, რომ ელექტრონული სიგარეტია და არაუშავს და ასე შემდეგ. თუმცა აკრძალვა, გადამეტებული ინფორმაცია, დასჯა, შეზღუდვა ფინანსური, დაშინება აბსოლუტურად უკურ რეაქციას იწვევს. ისევ იგივე მიდგომამდე მივდივართ, მოკლედ. იგივე აუცილებელია ელექტრონული სიგარეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ამ შემთხვევაში. და შემდეგ მოზარდიც არის უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი, თუმცა ბოლომდე რა თქმა უნდა არ არის და ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ მას აქვს უკვე გადაწყვეტილების მიღების უნარი, როდესაც მშობელი მას დაელაპარაკება და აუხსნის დეტალურად და სწორად გადამეტების გარეშე რისკებს, ამის შემდეგ უკვე იღებს გადაწყვეტილებას მოზარდი და ძალით სამწუხაროდ ვერაფერს ვერავის ვერ აკეთებინებს და ამ დეხნიარი პრაქტიკის შედეგად მივხვდი, რომ სხვის გამო, სხვისი ხათრით დამოკიდებულებაზე უარესთქმა და გამკლავება არ ხდება. ამას ადამიანი აკეთებს საკუთარი თავისთვის, ან არ აკეთებს. გასაგებია და მსუბუქ ნარკოტიკზეც რო ვთქვათ, ეს ტერმინი რამდენად თვითონ საზიანოა, მსუბუქი ნარკოტიკი? ეს ტერმინი საზიანოა. კლინიცისტები მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებს პრაქტიკულად არ განვიხილავთ, უფრო მეტად იურიდიულ კონტექსტში აქვს ამას მნიშვნელობა, ვიდრე კლინიკური მიმართულებით. ყველა ფსიქოაქტიური ნივთიერება არის საზიანო, მათ შორის კლუბური ნარკოტიკები. განსხვავება უბრალოდ არის იმაში, რა მხრივ აქვს უფრო მეტი დატვირთვა. იგივე ოპიოიდების შემთხვევაში უფრო მეტად გამოხატულია ორგანული დაზიანებები, ზედოზირება, აივშიცის, ბედაცა ჰეპატიტების გავრცელება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაშინ როდესაც კლუბური ნარკოტიკების მიღება ხდება პერორალურად, არ ხდება ინტრავენურად და აქედან გამომდინარე ეს რისკები არ არის. ორგანული რისკებიც შედარებით ნაკლებია, თუმცა ვერანაირად ვერ მოხდება იმ ფსიქიკური გართულებების უგულებელყოფა, რასაც კლუბური ნარკოტიკები იწვევს. და ეს არის იგივე შფოთვითი აშლილობები, დეპრესიისკენ მიდრეკილება, და ასე შემდეგ, დისფუნქცია ადამიანის. ხო, როცა ამ დროს რეალურად რელაქსისთვის, როგორც ამბობენ, რელაქსისთვის არის. ხო, მათ შორის მარიხუანაც, რომ აი რელაქსისთვის რაღაც დაძაბული იყო, მოწია თუ დალიას, იმიტომ რომ გავერთო, იმიტომ რომ განვიტვირთო, ასე შემდეგ. რეალურად პრობლემა შეიძლება ამ შემთხვევაში იქ იყოს ზუსტად, რომ ნივთიერების გარეშე ვერ ერთობი და სადღაც სხვაგან იყოს. აბსოლუტურად. პრობლემა არის კი არა, რომ ადამიანმა რელაქსაციისთვის მარიხუანა მოიხმარა. პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანი სხვანაირად ვერ რელაქსირდება სხვა შემთხვევაში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მოკლედ. ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ აღზრდა, ზოგადად ადამიანი, როგორც თქვი, ხშირ შემთხვევაში იბადება გარკვეული ნეირომედიატორული დეფიციტით. ისეთი პრობლემებიც, როდესაც არც ერთ გარემოში, არც ერთ სიტუაციაში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და როგორც წესი ეს ადამიანები ერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შემთხვევაშიც კი ისეთ დონემდე ადიან, რომ შემდგომ ამის დათმობა ძალიან უჭირთ, სამწუხაროდ ეს რეალობაა. ამიტომ აქედან გამომდინარე არასწორი პოზიცია ამ ადამიანების გაშა, გაკიცხვა, სოციალური იარაღის მიკერება, იზოლირება და ამ შემდეგ ამ ადამიანებს აუცილებლად დახმარება, მხარდაჭერა ჭირდებათ ჩვენი ყველას. ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი ძალიან
საინტერესო იყო, თუ რამეს დაგვიტოვებთ რჩევის სახით, ძალიან კარგი იქნება. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან პრაქტიკული იყო ჩვენი საუბარი, მოსმენის შედეგად რაღაცებზე დავაფიქროთ, რაღაც გადაწყვეტილებებში დავეხმაროთ, გზა აჩვენო ადამიანს, იმიტომ რომ ამ დროს, აი თუნდაც ორსულობის დროს დამოკიდებულება, ოჯახის წევრის დამოკიდებულება, როდესაც მოზარდი ყავს და ეს შიში, ან თუ უკვე ხარ ამის პირისპირ, ვფიქრობ, რომ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ გაქვს გამოსავალი, გაქვს რაღაც გზა და მინდა რომ ეს მესიჯი მივიტანოთ. პირველ რიგში მე მინდა უთხრა მშობლებს, რომ ამ ყველაფერზე ზრუნვა დაიწყონ იმ დღიდან, როდესაც შვილი გაუჩნდებათ. როდესაც შვილი გრძნობს, რომ მისთვის მშობლებისთვის სასურველი, აქედან იწყება მის დადებითი ემოციები, მზრუნველობა, ამ ყველაფერს ადამიანის ფსიქიკა აღიქვავს. ჩვილობის ასაკიდანაც კი და ხდება მის ფსიქიკაში ამ ინფორმაციის მიღება და დაგროვება. სხვა შორის არის, როდესაც ფობიების წარმომავლობას არკვევენ ფსიქოთერაპევტები, ხშირ შემთხვევაში ძალიან მცირე ასაკში, ჩვილობის ასაკში მიღებული გარკვეული ტრავმა შემდგომ გარკვეული ფობიის განვითარებას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, რომ მშობლებო არ დაივიწყოთ, რომ დამოკიდებულება არსებობს, ეს არის უდიდესი პრობლემა. და არ შეიძლება ამის გახსენება იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენმა შვილებმა მეზარდობის ასაკს მიაღწიეს. დაიწყეთ ამაზე ფიქრი, სანამ ოჯახს შექმნის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ყველაფერი მოხდეს სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე შვილი გაგიჩნდათ, აქედან უკვე ყველა მშობელმა უნდა დაიწყოს ფიქრი დამოკიდებულების წინააღმდეგ და ამის მიდგომებზე ჩვენ კიდევ უკვე ვისაუბრეთ. მენტალური ჯანმრთელობის დაპრიორიტეტება რაღაცნაირად, იმიტომ რომ მაინც არჩევანს საბოლოოდ არც ის კონტროლი, არც ის თავისუფლების არჩევანს ადამიანი აკეთებს, თუმცა ძალიან მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანს გარკვეული უნარჩვევები უკვე ჩამოყალიბებული აქვს თუ არა უბრალოდ აი ინფანტილური ჩამოუყალიბებელი ადამიანი, რომელსაც არ აქვს არც საკუთარი დაცვის, არც პრობლემებთან გამკლავების უნარჩვევები. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის, ინფორმაციისთვის, რომელიც მოგვეცით, დავემშვიდობებით მაყურებელს, მსმენელს, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გააქტიურეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი ვიდეოები. მადლობა.